Salome მე დრანგავარ, ეს არის Bitanica Short. გადაცემასაც კრიპტო სამყაროს თავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. იცოდი რომ Bitcoin-ს დღეს მარტო ჰოლდინგისთვის აღარ ინახავ. Sabo ბანკმა პირდაპირ მნიშვნელობით ლომბარდის სერვისი აამუშავა. ანუ უკვე შეგიძლია შენი Bitcoin-ი თავდებად ჩადო და დოლარში სესხი აიღო. რა თქმა უნდა, ამაზეც არის ლიმიტები, რომელიც შეადგენს 1 მილიონამდე დოლარს. და სანამ იფიქრებ, რომ ეს ძალიან სარისკოა, გეტყვი. ლიკვიდაციის საფრთხე მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ Bitcoin-ი 40,000 დოლარამდე ჩამოვა, რაც დღევანდელი ფონის გათვალისწინებით ოდნავ წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ბაზარზე მეტნაკლებად მშვიდი სიტუაცია. რაც პირობა ახალი და საინტერესო პროდუქტების გამოსაჩენად. თუ ფიქრობ, რომ კრიპტო მხოლოდ ტრეიდინგია, ძალიან ცდები. Web3 სრულიად სხვა მიმართულებას გვიჩვენებს. დღეს ათასობით ფრილანსერი კრიპტოში იღებს ანაზღაურებად, სწრაფად, მარტივად და დაბალი საკომისიოთი. ყოველგვარი ბანკების შეზღუდვების და გაჭიანურების გარეშე. DAO-ებში კი გამოჩნდა სამუშაო მოდელი, სადაც უფროსები და კონტრაქტები არ არის. მაგალითად, აკეთებ დავალებას, იღებ ტოკენებს და თავადვე ხარ პროექტის თანამფლობელი. დღეს კრიპტო ინდუსტრიაში მოთხოვნა ახალ პროფესიებზე. NFT მენეჯერები, ტოკენომიკის ანალიტიკოსები, DAO ხელმძღვანელები. კრიპტო სექტორი უკვე 200,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ეს რიცხვი მხოლოდ იზრდება. ახლა გადავიდეთ კრიპტო სლენგის რუბრიკაზე. დღევანდელი სიტყვა vesting. Vesting-ს ეძახიან იმას, როცა ტოკენებს ან ჯილდოებს ნელ-ნელა ეტაპობრივად გაძლევენ და არა ერთბაშად. ეს იმისთვის კეთდება, რომ მომხმარებელმა არ გაყიდონ ყველაფერი ერთდროულად და უფრო დიდხანს დარჩენ პროექტში. მოკლედ, რაც უფრო მეტ დროს და ყურადღებას ჩადებ პროექტში, მით მეტს მიიღებ საბოლოოდ. ეს იყო Bitanica Short. გამოიწერე ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩეს თავარი მოკლედ.